მოგესალმებით მეგობრებო, ნახევარფინალური ბეთლებიდან დღეს გვაქვს ადოს და მიროს ბეთლი. ერთი ხმაური ბიჭებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი და ერთი გიჟი ხმაური. იო! ბარს! ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი და ერთი ხმაური. პირველივე დღიდან ჩვენს გვერდში. იო! მოკლედ ვიწყებთ პირდაპირ ამ ნახევარფინალურ ბეთლებს და პირველი რაუნდი ადო. დავაი. აბა ვნახოთ მირომ რა ფაქტები იფურთხა ჩემზე. რაზე იბაზრებს? იასნა ჩემ შესარჩევზე და ტრეკზე. მიდი ურტყი მიზანში მაგ-ფანჩები დამასივე. ვინც აქ არაგველი მიხსოვნოს იმას შეცდა სამასივე. ეძებენ მოვლენას მოვედა. წვერეზევას მიწუდა აყლიოზი. სანამ რამე ყლეობად გადაიქცევა უნდა დავამშვიდო გაიოზი. პროექტიც რათვის წინ დაიწყო. რამდენი დრო გასულა. პროექტს ყავს მისი მაცხოვრებელი და აქაურობა თარსულა. ერთსაძახიან მიროს და უნდა იყვიროს რომ მის ფანჯზე ხმაური იყოს. მე გისურვეთ გამძლეობა უნდა იკისოს ყლეობა და მიტო ითხროსო წყნაური იყოს. შეიკრიბა საძმაკაცო და ყველა ერთმანეთის სანდონი. კი შენ ხარ რეპერი პროსტა მოსახლეობის განდრონი. განდონა ბავშვებს მოუნდათ ბიზნესი და არიან თავსგასულები. მაგრამ არ იციან რომ ადომ ჩაუტარა პიზდეცი და დაშენ დათარსულები. წინაზე ვებეთლავ ერთ-ერთ რთულოპონეს და ჩემი თავედი სახჩობელაზე. ახლა უნდა ვებეთლავ ტიპს, რომელიც რატომაც კამია აკაპელაზე. შენ კი ებეთლავე კაცს, რომელიც ერთი რაუნდი დაიყნო ბედზე და ჩემთან რო გყავდეს 101 დალმატინელი ვერ გადარჩები ბეწუზე. მირო ხო იცი მაგვოკალი ჩერო ვერავისვე იზიდავ. ამატერასუმ გითხრა ხო არ გამოყლევდიო და ამან easy one. ჰიპ-ჰოპის რეალური სახე არ შეხებია და ახლა დროა რომ მოვადო. ამის ტრეკი იყო ლექსი და ტრისტა, ეს საყელეობა ქენი რონალდო. ჩემი ფანჩები დიდი ტკივილის მიღებას გაჩვევს. გურამოსო ტექსტი ესწავლა, ახლა შავცეცხლზე დავწერდი ფანჩებს. გურამ ეს ნაშაში გამხვიე, ნახევარფინალს ვისთან მახურინებ. ჩვენა გამოვაცხობდი ნამდვილ ჰიპ-ჰოპ შენ კიდე ჰენტაიზზე მასტურბირებ. ჩაუჯაგე ჩემს რეპეტიციას და გაიჩინე ჩემი თეატრის სუფლიორი. და აბა ვნახოთ ხალხო რა ფანჩებს დამიწეს ანიმეების დუბლიორი. ამოიღებს მისას და სხვისთვას ამჯობინებს. თუ ასტოვებს ღიას და ამატერასუს თესლა დაკოპირებს. ან და არა, შენი თვალი არანეთებს შემიასხვა მზერასულ. ამან ჯერ ამოხოცა გენგი და მერე იხმარა ამატერასულ. ხო და მომისმინე ძმაო. მოიწიე სახესთან ახლოს და გარეთ განვიხილო დანარჩენი. მე ორთიც გიტოვებ შუბთან და ბოლოს შენ ძმას გამოვხ შენთვის განაჩენი. გაიგორო სპერმა შაქარ შეიცავს და ყელეზე გამოიწია. Okay. გაიგორო სპერმა შაქარ შეიცავს და ყელეზე გამოიწია. გაიგორო გურამა stage name-ი ნარუტოდან იყო და ეგრევე გამოიწვია. აქ ხო თვითონ არის მთავარი ანიმე მასტერი და ბეჯითი. TikTok-ზე 34,000 გამომწერი ყავს ესეც იმიტომ რომ ანიმეზე ქონია ედიტი. წინაზე ჩვენთან მოიტანე ყლეური ჰიპ-ჰოპი. ნამდვილად ვერ ვიფრიებდი რომ შენ ამას იტყოდი. ამატერასუსო ტრინი მოუტყანი პედოფილობას და თესლადით სინოდი. ბარემ საჩივრის დასაწერადაც ხო არ წახვიდოდი. შენ და ყლებეთლი ჩაატარე მაგის მე რო თუ გონია თავის სეზონის გოუთი. გასაგებია რომ კაცი გადისო და ჩააჭირო, მაგრამ აკაპელაზე რა გაფლოუთი? ჯერ ჯერ 40 წუთი ხავს ტვინი მოუტყნა. მერე შუაბეთზე ვიდეოს გადაღება მოუნდა. ვარგა! თუ არა და დავიწყებ ახალ თამაშსო. ამატერასუსაც ამოასხა და დავმუტოლავ ეხლა ამასო. ესეც არ ეყო და მერე ვისმოუგთან წაისპორა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ამატერასუნ გაასწორა. ბორს! შენ ერთ ტიპებს არც ვაზახი ბეთლემს და გჭირდება ჩემი ტექნიკი დაჟა. წინაზე გურამამ ტექსტი არის და მისი საჭმელი ჯიური მგაჯვა. მერე ცრემლიანი მწერს მოვიგე, მაგრამ გამიტყდა. ჟიური ერთი დადებითი არ მითხრა. დადებითი და გააჯვი ტვინს არ კერავენ დარაბები. უყურე ცას და მიხვდი შენთვის საკვავენ ვარსკვლავები.
შენთვის საკვამი ვარსკვლავები. არც ტექნიკა, არც სეტაპი და არც ენა აქვს გესლი. სამაგიოროდ ხო ნახეთ რა გაფლოუ აქვს თესლი. მოხოდა რაღა და BPM-ისთვის მზად არის. ედის ვერ ეტენები მთლად რომ იყო ქენიე და არ დაგავიწყეს მთავარი რომ გახსნა ქენდ პორტალი რიკი მაინც ვერ იქნები ლამარი და ვერ მიგიღებ სამყარო რო იყო თუფაგი ბიგი სხვა მრავალი. მე რომ მიზნებისკენ გავფრინდეთ სიდანაც ვერ აგიტანდი. შენ რო ყავდეს ტყუპი ორივეს მარტო გაგიტანდით. ჩემი ფანჩები ატომური სანამ ორჩება ბაზარი და დაგეცა თავზე ტრაგედია და თავზარი. თქვენ ხართ ბომბაჭკები და პროსტა დაბლა იწევს პულსაცია და მე რო აფეთქე თქვენს ტვინებს დაეწყებათ მუტაცია. რამდენი აფეთქება ვახსენე ალბათ დავსკიბეთ სოდნის მაგასაკი. მიხვდით საიწავიდა სეტაპი ამბეთში ვიხმარე ჰიროსიმა და ფინალზე უნდა მოვწყდა ნაგასაკი. კაროჩე ხალხო არ იფიქროთ რომ მარტო ხართ. ეგ ტკივილი გამიცადე ფერიფერში. მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ რა ყლეობა ამის რაუნდების მოსმენა ერთ-ერთში. ბაზრობს ბიჭო არ გაწყვიტა და სანამ ამან მისი დაამთავრო მე ჩემი დამავიწყდა 10 წუთიანი რაუნდები ტვინის ტყუნა ბოლომდე ვერ მიაგორებს შენი რეპერობა ბიგესას დიეტოლოგობა უსმენდა აქ სიამოვნებს ტიპი ბეთლემსი კი არა გაეზრო პატარა ფეირი და ჩემი დროის დაკარგვის გამო უნდა ვანახო სეირი მე ჩავატარე ძერსკად ბეთლი პირველისთვის საკაიფოდ გავედი და შენი რაუნდების მეორეჯერ მოსმენა ისე დამეზარო სახელოსოდან წავედი. ყველანაირი ყლეობი და უნდა შეგეძლოს გამოყოფ გერა და თუ გინდა გამოჩნდა ჭკვიანი ფოტოში გამოწიე ენა თუ გინდა მიხვდე დასკვნამდე თეორემებს გვერდზე უნდა დებდე ეგ ნაწერი ტვინში რჩება შენამდე წელდანაც არ უნდა ხევდე მე ვარ ამოცანის პასუხი შენამდესაც არ უნდა წერდე IQ გჭირდება რომ ლოგიკა მიგიყვანოს ადან ბემდე ჩემი ფლოუ ლირიკა ტექნიკა შერეული განტოლება მიქსად მე ვიმოვი ამ ყველაფრის პასუხი პროსტა შენ დაგტოვე X-ად დღეს ვერ გადარჩები და ძალიან დიდ წნერში ხარ. შენ წერტილი დასმული ფარგლის რადგან ყველა წრეში ხარ. და თუ გონია რომ ეს ყველაზე მწარე რაუნდი იყო, ადო უბრალოდ გახურებს. წინ გელოდებათ ისეთი რაღაცა რომ აქაურობას მამოც აღარ აკურთხებს. რაუნდი. სიგიჟია ზმო, აი არ ვიცი. იზდეცია. პირველი რაუნდი მირო. დავაი. ერთი ბიჭო ხოძე. გაიცანით. ადო ადამია, მარტო ღმერთს უყვარს. ამის გამო ამ ყლეობაში რო ვცხოვრობთ. ეგრევე მივხვდი როგორ დაიდო ამ პროექტში ბინა. თვითონ არ უნდა და პროსტა დიჩიმში აცდინა. ვისაც გახსოვთ წინა ბედზე მინდოდა ფლოუსხიდან ჩამოვარდნილი ბოლნაყოფი სიტყვა მენახა. კარგად შემეგზნო ეზალა, მაგრამ ამან შეჭამა. იმდენად არაფრის თქმელი ხარ, რაფაელოც ვერ ჩაგანაცვლებს. იმდენად ინკოგნიტო ხარ, ვეკილიც ვერ ჩაგაბოზებს. მე შენ გიცნობ, ბეყე, ბოზის ყმუილი. ეს უბრალოდ სიტყვები არ გეგონოთ. ყველას გახსოვთ ამას თავში პიზდეცი აქვს. იცის რო არ არის ფაქტების მომტანი ხო და შანსი იმედში აქვს. თვითონ არ იცნობს თავის თავს, აქვს უამრავი კითხვის ნიშანი, ვერ ქაჩავ ზახილისას. მაშინვე ხვდები რა მძიმე ტვირთი გაწევ შეჩემისა, სულ ბოლოში იწერები, შენთვის ჩუმად ჩმორივი თითქოს გორიდან გამოქცეული ძაღლუკა, ფრჩხილებს იწა მიდაყვებამდე ხარ ჩასული, აქაუნდა პანჩლაინი არ დამიწერონო, არ გინდოდა გვეკონტროლა მეტი ნაკლები, მაგრამ მირიანის ფრჩხილებს ვერსად გაიქცევი, ისინი ყველგან შევდებიან, შენში არაგველები კი არა ცხოვრობენ უშულო ბოზები, ბექსტეიჯეზიან და ჩემ შეცდომასელიან. აქ შენთვის მოვედი. დაგანახო შენი თავი, ფშიშარა ხარ, შენ თავს გაურბი ხარ. ორი წუთი. ფშიშარა ხარ, როლში ჭეიჭერი ჰიტლერჯერ შენ თავს გაურბი ხარ. სარკეშიც არ გინდა ჩაიხედო, არ გინდა სარკემ ნაკლი აღწეროს. მე რო ადგეს სარკე და ფანჩი დაწეროს. ეს ბიჭი არის ტექნიკური, მაგრამ ცვიფინებს აზო. ეგენა დელისელია, ზოგჯერ ჯვავს, ზოგჯერ აცხობს. და ვინც იცის, ვინც მიცნობს. ყველა მიცის რომ კეთილი მასტი ვარ, ძალიან იშვიათად ვიჭრები. მაგრამ თუ ყლეობას ხედავ მტრისას, ვიქნები კეთილებს შორის პირველი, ვინც სიბოროტეს იზავს. ეს ბიჭი მარტო ბნელ ოთახში ანათებს.
უნდა ბოზები თავსოს ბდელო და მიროს მოწყუნ მინდა ფანჩები თავსოს ბდელო და მიროს მოწყუნ უშილობოსები გაამხნეოს დღეს ვიგებთო ასე შეიძახა არმიას თან ცოტა ერიდება ბოზების იცის არიან გზაზე ნაყარი და ბოროს მუტლებიც იმაზრამდე მირიდნენ რომ ეს ბიჭი მარტო ენითაა მაგარი ერთი ხმაურა აქ ხო პანჩლაინს ისე არ გითვლიან. ხო და გადავწყვიტე ტექსტში ძველი ეგვიპტური მითოლოგია ჩავაძინო. პირამიდის წვერზე ადო პროჭით უნდა დავსვა და ზემოდან ჩავაჭირო. всё, მითოლოგია ბოლომდე ამოვწურე. ეხლა ფილმების ჯერია. ცოტა უნდა გამაჟრიალოს. წინ დამიყენეთ ადო და ბოლოს მაინც მე ვიქნებით ცოცხალი. წინ დამიყენეთ 13 ადო და ბოლოს მაინც მე ვიქნებით ცოცხალი. ღორების რულეტკა დავატრიალოთ და ყველა რაუნდია ყლეობა ქართული სერიალების გარეშე. შენ ხო ფიქრობ რომ შენი ლაინები არტია. ხო და დღეს მოგიწევს პროექტში გაკიდო. იმიტომ რომ უნდა გაგაჯმევიდო და ნახატები მალე გაკიდო. ია შენს გარშემო იმდენად არაფერი ხდება, იმასაც ვერ ვიტყვი, რა ხდება, ბოზიშვილი ვიყო მეთქი. всё, ესენი გავწიჭკე. ადო თავშესაფარში დატოვებულ მოხუც გავს. ყველას ყლეზე კიდია, სანამ სიკვდილთან არ აქვს ბეთლი. და ვისაც არ კიდია, ესეც იმიტომ რომ იციან რომ ჩმორია, ქათამია და ყველაფერს გააკეთებს, რასაც ეტყვიან. ეტყვიან გარეპეო, გარეპავს. ეტყვი, ტვინი მოეთყნებათ, გააჩუმებენ, ეტყვიან ჩუ. ისეთი მოკლე ხარ, ჩმორიც ვერ გამოდიხარ. გამოდიხარ უბრალოდ? მეთქი ქუთაისელის ქუთაისურ ხოც ჩაუტარებ, ჩემ თავს დავაჯავ. წუ. რამდენს ბედავს ეს ვაკელი ანიმეშნიკი, თან ამატერასუსთან ტონსა თესლა დაუწია. რა ბრუტალური ხარ, მე ჩემისა. მე მივხვდი. მე მივხვდი რომ ეგ დასაჯმელი კი არა, უბრალოდ ჩემი თავია და მირიანა ყველგან იხოდება. ხო და ყველას შეუძლია გააჯვას პროექტიდან თუ თავის ნამდვილი თავი თვითონ არ უსწორდება. უეჭველი ალბათ რას ფიქრობთ? არ აქვს მასალა, ფანცი არ არის, ბეთლი თასალა, ეს ბიჭი ხო ტექნიკურია, ვესევზრება უგისკმას. ისეთი ეგოისტია, თავისნაირიც აღარ უნდა და გაჩენილიყო და თავის სახელს განდონი გაურითმა. და თან რა ლამაზია? ნაშებს ევასაც შეინი? სულ ზასტავა გაქცელო, არ მოგცემს მერი ჯეინი. და ჩემი საყვარელი მიმდინარეობა, ამის ინსტაგრამი ნანახი გააქვთ? აუ, მანქანის კარებზე დგას ზემოდან, კაროჩი. მანქანის კარებზე დგას ზემოდან, სადაც არის გამოფრინდება. თან იმ სიმაღლიდან მარტო ვერ ჩამოდის, დახმარება სჭირდება. მანქანით კი არ დადის ადო, მანქანა დადის ადოთი. მაგდეთ და მოწყლუში თუ ვერ ჯდები, შეჩემა აცოცდი. იტალიის თორები უნდა ნაშები დაადნოს. თითქოს მისი თორი ვულკანია და ხალხი შედის პომპეიში. თავიდან ქუთაისელი ვარო, დავეჭვდი, მეთქი ყლეობას ზაზრობდა. ბიზნეს კოშკი არასწორი იყო, ამის თორიში გასწორდა. აბიტურიენტობისას ვერ ბეთლაობდა. რადგან მაშინ მთელ ქუთაისში თემატური სიმღერა ისმოდა. ადოს ეშინოდა ემსობის, ეს თეზისი პიზდეცია. მაკამანდას ბეთლები უმიზეზოდ ეიზღებოდათ. ეხლა მიზეზი აქვს. არ გეგონოს მე ამით ვინმე სტრაკი ავლოკე. ვინც? არ გეგონოს მე აქ ვინმე სტრაკი ავლოკე. ვინც სიღარებით რომანტიზებით ამ ქვეყანაში ფულს შეულობს, ყველას ბებო დავნოკე. ია. ამ ვარკეთილელებმა ხო შემეცით რა. ბიჭო შემეშვით რა. ყვავებს ხვენიათ რომ შავები არიან და აღარ ჭყავიან. მან ძმაო მარტო ჭრელი კატები კნავიან. ადო ვერ მიხვდა რას ვებაზრები. ეს ბიჭი ზაოდელია და რო იცოდეთ ზაოდე ქუთაისური ვარკეთილია. ცხენა გადადის ბრასში, რაუნდის სტარტი ხო გახსოვთ მუტლები ბუდობს მასში. არა, მე ბევრ ზაოდელს ვიცნობ. ეს ცხოვრება სასწაულია, კარგი ზაოდელებიც გამაცნო, მაგრამ ეს არის ყლე ზაოდელი და ვაკელზე როგორ ვაბაზრო? ჯერ ხო ყველაფერი ჩვენგან მიგაქვთ. ოღონდ ისე ვერა სახე რო არ გააძროთ. სულ რო იყო ჭავჭავაძე ტყვიას უნდა დავასწრო. სულ რო იყო აბაშიძე ტყავი უნდა გაგაძრო. მოდი ბიჭო ტაბიძეზე იქ დაგხვდები მე და მთვარე უნდა გაგაცნო. რაუნდი. აი დაი. ვიცი. ოკეი, ერთი ხმაური. მოდი.
საერთოდ რაც ჩვენი სეზონების განმავლობაში არ ყოფილა, აი ეგ ხმაური შეუქმნათ სახელოსნო ბარს, იმიტომ რომ ჩვენი სპონსორი ჩვენი პარტნიორია Control Room-ი. ახლა კიდე მეორე რაუნდი ადო. იმენ ამის აკლაკნილი ბარები მოვტყან, ბიჭო. იმის ღირსია რომ დავუსწორო. ღმერთს მადლობა რომ დაბალი ვარ, რადგან შენ არ სირებს თვალი არ გავუსწორო. ბიჭო, რა ყლეობებს ბაზრობ? რაღაც გერევე მგონი. ჰიპ-ჰოპთან თუ დაქორწინდები, ზაზუშ გაგიბოზდება ცოლი. კაროჩე. მოიცა? ხო. ბიჭო, შენ რაც გინდოდა? იმის ინფოები გავეცი. რომელ ზაუდესისნო, ბიჭო, დამისახელი იმას შევეცი მე. არ მისნობ ხო? მე ვეთლავებ, არ მისნობ. ნახე, კაროჩე რა. ამ რაუნდში მოგიწევს მოსმენა და დიდხანს უნდა გაწვალო. რადგანაც შენი თვერქენი დახლადროა ბეთლი გასწავლო. კაც უდგები პირისპირ და ფანჩი ჩეჭამ პირით პირზე. ყლიფონ შენ რაც ქენი მაგას ქვია ბეთლი ბიძე. ამატერასუმაც არიჩქარა. თავის ხმალზე აცვა ნელა. შესარჩევი ისედადო ვაფშე არ იცოდა რა იყო აკაპელა. ბოლო შვენშორის ძლიერი მოიგებს ამდენიც არ უნდა ვურითმოთ. ეხლა ნახე. Flows ბეთლი არის ბიძე, აკაპელა არის უბითოდ. ხო და შენ არიცი ბეთლი. ადეგი ჩაიცვი cosplay. აქ ფასდება შენი ფანჩი სეტაპი ტექნიკა wordplay. აქ ტიტანები ვუტევთ ერთმანეთს თუ რომლის ფანჩი გაივლის ყბაში და შენი ნახმარი flow ადეგი და გაირჭე ტრაქში. ხო და შენ არ fake MC-ს უნდა ბეთს რო შესეს ხალხი ნახვაზე შეხტეს, მაგრამ შეპოსტა ჯიბეები აბრუნე. ამ ბელში შენ პატარა ბიჭი ხარ და ჩათვალე ფანჩის გამო გახტუნე. ეს არის პირველი ეპიზოდის MPC და საიტამასთან გარისკა. უბანში ბიჭები ურტყამდნენ და ვერაფერი რო ვერქნა გადისა. რა შეაშინებდა მგოსანს ვეფხის ტყაოსნის გაზრდილსა, მიროს გზაზე ვინ შეხვდა ვაფშე სულ ყველა გასრისა. არც ერთი ჭიამაია და ჭიანჭველა არ გაახარა. თქვენ ნაბოზრებო არ გაპატიებთ ჩემი გზის გადაკვეთას. ვერ მიიღებ ჩემგან პატიებასა და ანგარებას. ამ დროს ხმა გამორთო და შეეშვა ანიმეების დუბლირებას. ამ დროს დაიბადა მიროშიას რეპერობის ასორტი და სანამ გამოიჩეკება უნდა ვიკისრო აბორტი. ქონია ChatGPT-ის პრემიუმი და კამანდასთან გაზაობს. არ გამიკვირდება ამას თორი რომ დადო სადაც ეჟაჯენა ორტეგას ასაობს. ბიჭო, ჩემთვის ეს მკვლელობის ადგილია და შენთვის არის დღე დარი. მერთ ნაბიჯს წინ გადმოვდგან და ჩათვალე აღარ ყავს მხედარი. ჰიპ-ჰოპის მეომარო, ჩემი ენაა შენ ხმაზე მკვეთრი. როცა ინსტადან ვინმე საგინე მარტო მაშინ გაკ ონლაინ ბეთლი. შენ ვერ ვითარდები ვერაზოს, შუქს გარიდებდით. შენ თუ განვითარება დაიწყე ყოველთვის აყვალ კურს ნაბიჯებით და იმახშოვე ეტელზე მომულო ძაღლო რამდენიც გინდა ყეფე. გადავიარე შოვის და თეთრის და მერე გავხდი მეფე. აქ ელვა დაეცა შენს ქვინს და შამათით არ შეგაშინოს ფინიშმა და მე არ ვიყვარს ადო და არც გიგი შენ თუ ფინალამდე მიგიშვა. მე აქ შენი ავტორიტეტი და ფიგურა ვიხმარე. ამას გამგები გაიგებს. ერთი იყო დარჩენილი, ამატერასო მოგიტყნოს პაიგებს. მირო დაგვემუქრა სეზონზე თუ მოხვდები ბევრს გეტკინებათო. ისეთი მწარე ბიჭია გურამას გეგ შეუთახვდა უნდა გაჯვა და ხო არ გეტკინებათო. მესამე ორბაზ რომ მოვიგე. კაროჩე, ამატერასუმ კიდე ბევრი მოიწვიან და მე ვერ გავძლებდი და მაგ ძაღლის საჭმეს უსათითაოდ გაჭმევდი. ეს ნაბოზარი მეტარხუნე ვერ ხვდება რომ მე ვიხუმრე და ამით მიადგა ზიანი. მადლობა თქვი იუმორნას გადაფურთხებულა უნდა გავაკეთო შენი შემოქმედების პიარი. მხოლოდ ბავშვი ხდება როცა კაცი შემოდის სახლში. ამოცნაურობის ავტორია მირო. სახლში რო ვიღაცა შემოდის და ვერ გებულობ გძარცვავენ შვილო. ეგეთებს უზრდის თბილისი, მაშინ მე შევეცით. ამან ჯერებს მოუტყნა დედა და ქალაქის ტირის. სად ისე მასალა გამეჩითაო და ამასაც ეგრევე გაუტკბა. ამის დაბადება თბილისში ვახტანგ ორგასალს გაუტყდა. წერე ისე როგორც ყველა დაწერდა და ჩათვალე წინ მიდიხარ. დისავ თბილისის შვილს პროსტა ამ ქალაქის ერთ-ერთი სიცხვილი ხარ. ბიჭო, მაგასში გეთახმები.
მოღალატეს გავსრისავდი. პროსტა ცოტა ჭკვიანურად დავწერი და უკეთ გავდისავდი. მოგაძახებთ საიქიოს ოცვენთა მოდის და იმალეთ ხალხო გურამას მოწყნული მორბის. შენზე არ იქნება ხმაური და ხმისტონი დიდი ვილი ხარ. შენზე არ იქნება ხმაური და ხმისტონი დიდი ვილი ხარ. შენს ფილტვებში არ არის მწვენი და ტყუილად კიდი ხარ. დაიჩოქე მათ წინაშე შემისგანაც ტექსტი გადაწერე. ბიგეს მოდის და მესამესთვის ამასა ჯვარი გადაწერე. და კაროჩე რაუნდი რა მაგბარს არ ვიტყვი რა. სახელოს no bars. Yo bro. მეორე რაუნდი მირო. ხმაური. ბიჭო, მომხოდოთ რა ჩვენი ძმა რა, უპროტესტული რაუნდისთვის. Yo! შევედი ჩემპიონთაში და მხდება ბოზების ლიგა. ყველა მივიღე და ვერ მომპარა ვერავინ ბურთი. დასავლელი ბიჭი აჭრილია ცდილობს სამლეწოს. პრაიმ ნეიმარი გავიჩითე ორივე მუხლით. ადო, სადა ხარ? ვერ ხედავთ პროსტა ხმა ისმის. იმდენად თუ სუსური ხარ, ეშმაკი ცოდათ არ მithulis. იმენა ბანძი ტრაკი ხარ, შენკენ თვალიც ვერ გამირბის. ბავშვობაში ისეთი ციცქნა იყო, ჩემი ოქრო ჩემთან სკამანდა ამით ხომარობდა. ბავშვობაში მარტო აიწონას თამაშობდა. ზებრაზე თავისუფლად გადარბოდა, რადგან პასატკაში ეტეოდა. გუბეებში ვერ ჩხაპუნობდა, იმიტომ რომ იხჩობოდა. შენზე ნაკლებად მეც არ მიყვარს ქუთაისი და ეგ შენს კარგად იცი, ხოდა ძმურად ნუ არ წხვენ ქუთაის. შენ დანახვაზე წერეთელი წერა შეეშვებოდა, შენგელია სპასი შეეშლებოდა, თეთრი ხიდი ჩაინგრეოდა, რიონი შემოვიდა ქუთაის არ შევიდოდა მასში, რაუნდის მერე გეტყვიან ნუ დაბრუნდები სახლში. ადო ბუასილია. ადო ბუა გავიგე შეშევი. აი მისიწოზე მეცინება. ადო გავიგე ისაკი ადო ბუასილია. სანამ თავს არ გამოყოფს და ტვის არ მოწყნავს ყურადღებას არავინ აქცევს. წვეთში მეწოდები, მართლა, არც გვეკონტაქტება, არც თბილისში ჩამოდის, მივხვდი, ვიცი, დიდი წნეხია, 18 წელს გახდი და ამ გრანდიოზულ პროექტში მოხვდი. გეშინია. გეშინია ჩვენი ხალხის იმიტომ რომ იცი რომ ხშირად გესლება და არ გინდა ეს რომ ხალხში გასკდეს ბაზარი არა მაგარი რთულია სცენაზე ჰალკი იყო და სცენის გარეთ უბრალოდ მწვანე ყლე ჩანდე დარწმუნებული ვარ 18 წლამდეც არ ჩამოდიოდა ეხლა დავწუნდი მაგამდე ეჭვი მქონდა სანამ 18-ის გახდებოდა ამატერასუსი ეშინოდა მაგრამ მინდა ეს სეზონი წამოვიღო. ხო და გადავწყვიტე, ჩემს ძმას მივბაძო და ამის სურათი ამოვიღო. ამ სურათს ყველა კარგად ხედავს. კამერასაც ჩვენი. აი. ბაზარი არა. და ამის სურათი ამოვიღო. ეს ფოტო არაა, ვიდეოა. წარმოიდგინეთო დადის. თან ხელებზე შამებს ხო ანჩნევთ. მე მგონი ეს ჩემისა პირიქით ანძრევს. ხროვას ჩამორჩენილი მგელი. არზანის გადაღებებზე ვარ. ხროვას ჩამორჩენილი მგელი მარტო მთვარის შუქზე ნადირობს, ვერ ქაჩავს მზისას. აიმე. გაჭედავს თუ არა შედეგი არის ცხადი. კაი შეჩემა ნუყლეო, ამოდი ჭამე ჩადი. შევხედავ თუ არა ეგრევე ბოინა გალავა ირთვება. ვერ გამორთავ სანამ გვერდზე არ გაიხედები. აი გავიხედე. ვა, ბიგესა გაეძრო. ეგრევე ჯიმი სამოტივაციო სიმღერები მატარებელი დაუნდობელი ეშხის, მაგრამ მაშკარად ვერ ჭრის. გამარჯვე.
დაძაბულობა იმატებს. ფინალამდე ერთი ნაბიჯია, მაგრამ ბეთს კი არა შენ ცხოვრებას აღარ აქვს არსი. თითქოს მან თამის შევაკლავ და ბოლოს სურვილად ავხდი. უნდა რომ იყოს სიმშვიდე, ეს რეალობა აუსხდის. ისეთი უგემურია მკვდარს არ ეხმება მატლი, შენ ხარ მოკლული იმედი, ვერ გიპოვია საყდარი, ჩემ თავგადასავალს ვეწიოთ, ესაა გველის ამბავი. ია და დარწმუნებული ვარ შენი ძმებისგან ძალიან ბევრი რამე აიღე. მაგრამ ის აშკარად არ აგიღია რომ კათამი არ უნდა იყო და ჩაჯმულმა არ უნდა იარო. ხო და მომბაძე მე თავი მაღლა აწიე, იყავი შენი სიტყვის ერთგული მეთქი, მე მივდივარ სადაც მინდა არ მაქვს ტორმუზი მეტი. სიმართლე ვალუტა ამ ვალუტით ვიყიდე ბედი, თითქოს ვარ კომპეინისტი ქიებით შევკარი ბენდი. ადო გინდობ, მაგრამ შენ ზეროსავ ფიქრობ, ყველაფერი რაც ქვია ოღონდ ყველაფერი ვითომ. ტიპი ვითომ განგსტერია, ვითომ არის მფატრელი ბოდავს, არადაჟი ურიცხლეს საგნები ვითეტენებოდა. ხო ეს დამავიწყდა, ასე ხო არ ვარგა. ხო და მოდი ახლა შევცვალოთ პოზა. ყველა ნატას ეზიზღება ადო. გულიერევად მის ტრეკზე, მაგრამ ადოს კითხე და იცახის რომ ადო ნატებს. ადო ვერასდროს იქნება უმაღლესი დონის. ადო ვერასდროს იქნება უმაღლესი დონის. ადო ფიქრობს რომ უმაღლესი დონია, მაგრამ ამაოდ ვერასდროს იქნება ადო ადონის სულ რომ გაიჭიროს, იმიტომ რომ ისე იმალება აფროდიტეს ვერ იპოვის რომ დაიტიროს. ია სომეხი ბოზივით არაფრის მომცემი ხარ. მოუცია. სომეხი ბოზივით არაფრის მომცემი ხარ. ფუ შენი. ერთი. სომეხი ბოზივით არაფრის მომცემი ხარ. მხოლოდ ცხვისას იღებ. ისეთი კრიჟანია, ესეც არ ჩამოიბანა. დარწმუნებული ვარ იტალიიდან ჩამოვიდა ბრელოკები ჩამოიტანა და ეს წამოიყოლა. ადო სიბნელია. მასში სიბნელია. კედლებში შემოწავს. ცეცხლი ეკიდება ამის ყველა გზნობას. ადო ბოროტია. თვალი უწიწდება. თითქოს დემონს დევნის უკონტროლო ხდება. უნდა სიგარეტი, ამკვა ცოდებსადას უნდა კიდე მეტი, მაგრამ ვეღარ ქაჩავს. ადომ გაიღვიცა. უნდა მოყვეს სადღაც, მაგრამ ვერ საწყובה ამბავს წყალს არ ატანს. არ უნდა წყალმა რამე გაურცელოს. მერე რო ადგე წყალი და ფანჩი დაუწეროს. წინა ბეძეს ტიჩი შეცა. აროჩე? ვილენს მუშაობაზე შეეციო. ეხლა მე შემცევს 5-ჯერ უხსენა. ეხლა მე შემცევს ვინის მაკლერობა როგორ უხსენა. მომისვინე შეჩემა. მუშაობა კი არ ტეხავს. ის ტეხავს ერთი სამსახურიდან 2-ჯერ რო გამოგაგდებენ. ეს საქართველოა. შენი დავატე. ეს საქართველოა. ბიჭები ყველაფერს ვაკეთებთ. ყველაფერს უწყობთ ერთმანეთს. ზოგი მუშაობას უწყობს რეპერობას. ზოგი სწავლას. ზოგი ადვოკატობას. კაი, პოლო ყლეზე დაიკიდე, მაგრამ დალში არაა სათაკილო. და მე ყველაფერთან ერთად და მაგ ყველაფერთან ერთად შეგიძლია რომ რეპერი იყო. აბა რა ვფიქრობ თუ გზნობ. ვინის იმიტომ ჩავაჭირო რომ სამსახურს განგსტერობას უწყობს. აი წარმოვიდგინე. დღეს კაცი მყავს და დასაბრედი. მალა ხო არ დაუვლიდავ. კლიენტები უნდა ვნახო. ამ ფიქრებშია და თან ვიღაცას ბინის აიდი უნდა უკარნახოს. რა ყლეობაა ბედის ირონია. აუ ეხა ამაზე მაგარი რაღაც გამახსენდა და შენც ჩაიჯო. წინა ბეთზე? წინა ბეთზე? მამუკამ ვეკილი ისე დაიცვა, ვანდობდი მთელ სარეპერო მოდგმას. კარმა ნაბოზარია ვეკილ. ახლა ხო ხვდები რა გზნობაა ყლე და მცველი რო ყავს. ისე უნდა დაგჩაგრო, რომ იმორის დასაცავი გახდე. შეიძლება მისახებზე დასაყენებელი არ იყო, მაგრამ მაინც დადგე. ვაფშე სხვის დაჯბაზე ტრაკი რატო გეწვის? შენ თავს მიხედო ჯობია, ვინმე თუ ხალხში ვერ მღერით, გქონია თადოფობია. არ ვიგონებ მართლა, ძმას თავის დაავადება აქვს. ერთადერთი რამაა, რაც თავისია. ადო ვინაა თავისმა დემონებმაც არიციან. ისე ვინც იცის წინაბედზე ამას ტიჩის დემონები გაუგზავნა. დღემდე ცუდათაა ბიჭი. ჩემთანაც გამოუშვებდა, პროცესს შვებულებაში არიან. ისე რამდენს გაცემენ ღამეში? გადგებიან რამეში? ხო არ გაბრაზებენ მოუტყნაო. კაი მოიცა მოდე შენ ეს რაღაც დავალაგოთ. თუ მართლა დემონობა გინდა, ამბელ ვერსებს ეციტებიძე და შეგიძლია გადაყლაპო. ია. აუ. კაი არ ჩაუნდი რა. დავაი. მოდი ერთი ხმაური ისევ სახელოსნობას. მესამე რაუნდი ადო. ბიჭო, მაგარი რიკაშეტა ხარ იმენა.
იყრი ტვიში ბომბებს. ნელა იყავ ეს ბრელოკი მხრებზე არ შემოუსვა და პირში მოგცეს. ბიჭო, ჩვენი მოხოდილი ჰაიპიზმა თქვენ ყლეურად დაწიეთ. ყველამ ნახეთ ქუთაისმა რა პიზდეცებიც ავწიეთ. ჩვენ გვაცადეთ ბეთლის სახში დაეჯვით და ანძრიეთ. მე ვისთანა ჭიქავ წავდი ყველამ სისხლი აქციეთ. მე რო ახარ გაზის კაცი რო გამოგივიდეთ წერა კარზე. მე მომკალი თეთრი მელა ყლეს ვერ მომჭამ შევარდნაზე. მე ამ ჰაიპის თვით მფრინავს ვიტაცებ დაწევა გაგერთულდება. მე ამ ბეთლში მოგაცი ჯინსი და მით გაჩუქე თავისუფლება. მე რო არის მეომარი პროსტა განდონა ბავშვია. იგინება ინსტადა და თუ ნახეს მაგაშაშია, კაცი აგინა და ეიფორია მაღლა აიყვანა. დასასრულისკენ ვიტყვი რა მოხდა გურამამ გარეთ რო გაიყვანა. დაუკვირდა მოვლენებს და გამოიძია მისტიკა და დღემდე გონია რო კაცის გინება არის კრიტიკა. ზაზას გამოყლებებული უწოდა. მოღალატია ჭამოთ ცენტები. აი შენ რო ხვირწინ მაყუს დაგიდებებ ნახოთ როგორ არ გამოყლებდები. ან როგორ არ გაიყიდები. სამშობლოს უფლებების დამცველო რუსთაველიდან სტორი დაგვიდო შენ შემოგევნე ქართველო. ბიჭო სამშობლო ვისაც უყავს ალბათ თითებზე დაგითვლია. მაგრამ ეგ იმაში რატო გამოიხატება რუსთაველიდან რამდენი სტორი დაგიდია. მეც ვიყავი აქციებზე, ვერაოდი ხალხის ბოში, მაგრამ ისტორიის ახსნად ბეჭდად მიავდებდი ამას თორში. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა მოხდა როცა მირო და გურამა წაიძაბა. ჩემს მაკაზე როგორც ვიყლიაო და გარეთ გაიყვანა. ლაივში ყველა მის პონჩი ჩილავ საუბარში იყო გართული. მიროს მაგდუჟენიას რო უკითხე ასე მითხრა რომ იყო დადგმული. მალადეცმები რა მაგრად ითამაშეთ ერთმანეთის ჭამა ლაივზე კი შენ არ ყიდის სამშობლოს პროსტა იყიდები ჰაიპზე და გინდოდათ რომ ერთმანეთის ჭამაში გაგეტარებინათ თქვენ რა ჰაიპით შეუქმნით ბეთლს მაგის მე რაღაცა პიზდეც უნდა ჩაგეტარებინათ შენ ვერ მოჭერი ჰიპ-ჰოპის ნაყოფი რომელიც ჩემგან იყო დარგული თქვენი დაძაბო იყო როგორც ქუთაისის პარლამენტი უფუნქციოდაა დადგმული შენ არ გამოგდის წერა და არც გიوارგა ტექნიკა. თუ გინდა ისწავლო ჰიპ-ჰოპი, დავაი ჩერეს მექსიკა. შენ არ გაქვს ეთაპი და არიცი ბრიკ ბაი ბრიკ წყობა. და თუ გინდა ისწავლო, ბევრს გამოგდის მშენებლობა. მე თავის განვითარებას დავახარჯე წლები. მჭირდება ერთი ფანჩი რო გაგაცალო თმები. მჭირდება ერთი სათაფი რო არ გინოდეს აქ დგომა. მე დამყვება ცვალებადი მოღრუბლობა ჩაქუჩი მომცა აქ თორმა. ჩემი მორგის მეორე სტუმარი. მე საფლავე ხურდება. ერთს ვექილა და გიმატებს და გექნება ორი ზარის უფლება. ერთი ფანჩი, ერთი სეთაფი, ორი ზარი. სამ რაუნდში მე მოვჭერი თავი და ყველაფერი წავლეკე. ერთი ორი და ჰაიმ ზარის უფლები დარეკე. და ჰაიმ ზარის უფლები დარეკე. აქ შენი არავის არ ეშინია. წარბი დახარე მოდი რა გვინდა. ჰიპ-ჰოპის მენიუს გადავებმები პროსტა მაკლია სულ ცოტა ფრიდა. რომ სულყოფილებაში მოვიყვანო ეს ნაწერი აქვს თუ ამზე. გიყურებ ვიძე და რომც გადამიაროთ არ გავიდით თქვენ შკუაზე გიორგი ანწუხელიძე. აქ არის მგლების რუსეთის დედა შევეც. ჯერს ათხარ პოზიშვილი. აქ არის მგლების ხროვა. აქ არის მგლების ხროვა და შენ დაიწყებ კრაობას. ეს თქვი მე შენი ჩივილი. ამ ჰიპ-ჰოპის საგარზოს უნახავ თაობას ექვთი მე თაყაიშვილი. იცი და ხედავთ ამ სეზონში ვარ მთავარი. ყავს მიზანს შვილი. მე ვარ ამ მებრძოლის მხედართ მთავარი გიორგი მაზნიაშვილი. ამ ბეთლის მერე იცოდი არ მიმართო სამართლოს ჩემს ლაინებზე დაეცი პატრიოტოს სულო რამდენი ეროვნული გმირი ხოლია საქართველოს ამაზე პასუხი ფრისტაილით გამეცი ბიჭო რაღაცა ზედმეს რო იბაზებ არ გაგიკვირდესო გარეთ გათრევენ და რაღაცა ფარგლებს რო გასწები 100-ის ხელს რო არ ჩამოგართმევენ ჩემი წყობის მერე ბოი გაიჩთა ანსელოტი თრეშ და ბეთლში ზარჩები უპასუხო ხელით ანუ აბაროტის ქვეშ ყნაური იმდეჯერ ახსენა ბოლოს თვითონაც აუდგა ისე ალერსიანად ახსენა ყვერები სულ თვა წინ დაუდგა ბანძი რეპერი ხარ ბიჭო შენ ტრეკებზე არავინ ქანაობს და მოდი მოვისმინოთ კაცის რა უნდა ვინც შესარჩევში დისავს მამაოს ვიღაცა უნდა დაგებოლებინა შენი ტვინი თუ ომობს დრაკულას გახეთქვა უნდა და ჭამამდე რო დაიბოლოს მაგრამ არა ეს არიკმარა და სისხლი მოუნდა ბოლოს და აგრესიული ხოდით შესარჩევში დისავს გოგოს ბიჭო ჩემთვის მთავარი სტიჩი იყო შენი სახით კექსი დავაყოლე და შენი ზუკდა ჩემს მეტროს ეთაპს გავაყოლე ია რა მაგარი ვარ სცენა გავასმოუქე იმენა მეწოდები ჩემ დონეს უნდა მიწვედეს მედროები და თუ ტრაქშიც არ დაგაკანკალა მაიკ დროპზეს გელოდები
ეს ჩემი სერვერია და აქედან გაიქიქები. წლების მერე შენ თვითონ გაგიწყდება შენ ბედზე რომ დაიქრინჯები. ეს რაყლეობა ვქენი. სახლში რატო არ დავშიო? მერე მეს დამირეკავს ადო კიდე კაი მაჯვიო. Ვიჭო, მე ამ ბავშვებს ვარცენ ნულებს და მერე საწოლის ქვეშ ტირის. მე არ ვბაზრობ ხმამაღლა პროსტა ჩემი შედეგები ყვირის. მე ბექენში ვზივარ რადგან ვიზუალი ასკნიდეს ტვინში. მე ამ სკუადებს ვაერორებს სანამ შენ ბაგით შედიხარ ჩიხში. ჩემ შრომას არ შევხედავ შენი თვალიდან, რადგანაც ჩემი საქმის შედეგი გამოდის ტერმინალიდან. შენ დასაფიქსი ხარ. Yes. შენ დასაფიქსი ხარ და არ დაძა კრინტი. ჩემს ენას არ ყოფნის 64 ბიტი. შენ დასდევ ბიჩებს და ბდიურ ბინებს, მე მევასება მარტივი და შენ მისდევ დივებს. შენი წერა სიდონის სანამ შარფით კისერზე ეცდები წერას, მანამ შენი ზუკნაა ფაბლიკზე, წვდომა აქვს ყველას. Ვიჭო, მე თუ აქ მოვედი შენ არ გაგითენებ კარგ დილას და თუ მე არ ვიდგები შევეცე ეგეთ ამ სეზონის ფინალს. თუ ეს რასკლადი არ დაგევასა, ერთი თვე გავიდა და დავბრუნდი სახლში. ასე ბოროტად რატომ იხმარაო შენ და სტიჩი მგანიხილე ჩაჩი. არ გამოგივა ძამი. რამდენიც არ უნდა გეიჭიროთ და თუ ეს რასკლადიც არ დაგევასა, ქუთაისში პიკასოს ბიჭთან გევიჩიდოთ. და თუ ქუჩი გიყრია მაგია და ჩემს დივიზიას დაყვები. მე მაგ ქუჩს მოკპარავ ტექნიკურად და რიონის ნაპირებს გავყვები რაუნდი. Yo. ეგრევე. მესამე რაუნდი მირო. Let's go. აი. ვერ ვქენი, მაგრამ როგორ ჩეკპირდი ამ რაუნდში სოდა უნდა დავატრიალო. ტყვია ფანჩები თანხშირი, ნას ბიჭებს საფლავს გაგითხრი თითქოს საბჭოთა კავშირი. ეცენა თბილისია, დამძღოლები ხდები თემსები, რაუნდი წვიმაა და რო იწყება რატო ყლევდებით? ეცენა ჩემია და ჩემპიონი ხდები დაიცა. ხო დიჩი მითხა რომ ფინალი არის მაისში, გვირილა დროზე გაიშალე, თორე ტეხავს აგიხსნა. შევეცე ქუთაისელს თუ ვერას დროს გაიმაისა. ადო. თესლი იყო რაცაო. ადო, შენი გამარჯვება არის ხუმრობა, როგორც საქართველოს მოყვარული რუსი ტურისტი, და ამ შეერ ხალხში კუჭი მიწევს, რო ავიღორო და შენი საძმაკაცო კუჭი როდის გავალ და მიცდის წინა ბეთზე? ებეთლა ვარ ზმა. წინა ბეთზე? ადო სტიჩი მოკლა. მერე მოგვიგდო გვამი როგორც ფილმებშია. თავი რო გადაიპარსოს იმენა ზაუდელი ჰიტმენია. მე და შენ სადაც ვიდგებით, ყველგან სიჩუმე მოგიწევს და როგორც სულ ყოველთვის შენ სტრიც ვერასოდეს გასცდები. მე ისევ მომიწევსო ყველა ბოზის ფლეში შევჭამო, როგორც ბმა პიანისტი ბოლოს როიალზე მოკვდები. ია. იასნა. ერთი ხმაური. აუ ერთი საერთოდ. არა რა მინ. როგორც პროპიანისტი ბოლოს როიალზე მოკვდები. აუ, დამავიწყდა კაროჩე რა. არა რა, მიდიც მომბას გაფიცებს, საკეთე. კაი, და ალბათ გაგიკვირდათ მირო მენა რატო იმწარა და შოუს მაგირათო სასაკლაო გამოიტანა. მე ისევ მინდა აუ, შენი დედა მოვტყნა რა. აუ, როგორ დამავიწყდა. როიალზე მოკვდები. შენ ვის არა უშავდეს რა იმის რა ხალხი დაურგა უკან აუში ტელესტორის მასალზე მარტო მათ არ ახსოვდა ტექსტი ბაძავენ უკვე ძმა. როიალზე მოკვდები. და ალბათ გაგიკვირდათ მირო მენა რატო იმწარა და შოუს მაგირათო სასაკლაო გამოიტანა. მე ისევ მინდა ვთხოვო გრაფტერს ყველა საქმე გადადოს. მე იმ კაცს შევეცი ვის ცხელი გვამი აქ არ გამახოთ და წეჩი კარგი მასტია. არ კონდა აზრი ებრძოლა ეს ბოლა შემიძლია მთელი კვირა ვიჰამილტონო და ყველა სამს შაბათი მემოგიგო თაბა რასელით ეს ბიჭი მაკლარენია და გზაში ჩამოვიტოვო შოუ ჩემ თავს დაუტოვე მინდა რო გავისწორო წეჩი მურტალია ადოიე ჩემი დაბრედვა შენ ხარ ინგახო და ბოლოც და გაქრო გაისოლო ტყვია თუ ეგ პანჩია მომისაჯეთ მაშინ დახვრეტა და ნახე რატო
ისევ ისე თითქოს შენში მე მოვუკალი პოეზია და გავაღვიძე ვინც არ იყავი აქამდე და იცვლები იმიტომ რომ ასე მოგთხოვრა ცხოვრებამ ეგ არ არის რეპერული ხოდი ვიღაცის დაჯბაში არასდროს ყავდა ბადალი თითქოს თიხაზე ნატალი მაქვს სუნი მგონის სკანდალის ეს ფლოუ როგორც აბჯარი მაქვს ზუსტი როგორც ფარგალი ვარ თავის თავას სარდალი და როგორც ბოლო იმედია მომში გეტყვირო შენ მაგივად არჩევანს დებს მირო და ივიწყე შენი ოცნებები ამბიციები მიზნები აღარაფერს აქვს აზრი მარტო მე მაქვს შანსი რომ ტიტანი დავაკუცმაცო და კპირდები რომ არ იქნება შენი მსხვერპლი უაზრო ერთი ხმაური მეუხალე შენ ხარ ანდერგრაუნდის ვირთხა ხო და დაელოდე ნარჩენებს ეს ბიჭი ლირიკული ბორბალია და ბანკროტს აჩვენებს აუფ მე მგონი ძალიან ჩავაჭირე ადო სტუდენტობა შეილახა ადო გავს 18 წლის ორ სულს რომელმაც ქალიშვილობა მაინც შეინახა ან ამის სტრაფი ფლოუ რო ნახეთ თუ ნახეთ როცა და აუ ადო შენი ლირიკა ადუმებს აბა კარგად გაატვირდით ეს ბიჭია გიჟი პოეტი და მის სამყაროში სულ უაზოდ ბევრი ქარია ჩემი კარგი მოყან ზაოდელი ტიგინაშვილი სამყარო ამაო ამის გარდა ყველას ბრალია იცი რა ლამაზი ხარ როცა ჩუმადადი ხარ იცი რა მარაზმი ხარ როცა ბეწე გადიხარ იცი შენ ხარ გალია პოეზია მკვდარია ძმას კალამი მიეცით გთხოვ გითხარი რა გინდა წყლის თიკი აისწავლა ყუში წყალი ჩაგვიდგა მიაუ შენ ხარ უაზრო ნაყოფი როგორც დიღმელი ხე შენ ხარ ჩამოსული ბოზი როგორც ბაქარას ცოლი შენ ხარ ნარკოდამოკიდებულის პირველი დღე ადო თავის გადაწყვეტილებას ვერაზდროს წონის ისა ესი აი ბეთლის მერე იფიქრებ რომ ძველი ძალა აღარ გაქვს ისეთ ხოძე ვარ რომ მთელი სცენა ფერად ცეცხლშია შენი კარიერის შრამი გინდა ახალი ხედვა ძალას არ გიბუნებ რომ ცისეკო დრაკონის ცეკვა უნდა ჩავაჭირო ბიჭო შენი მაზოლი შენ ხარ უადგილო ამ პროექტში ხოსულ მინდოდა მეთქვა ეს პროექტი მთა მიროს შეხვდა ვერა გორდება წითელთ იღებება თუ შეხედავთ სტალინის წეგს გავს ია ადო ჩემთან გამოხვედი ძალიან გარისკე პროჭი მოთამაშე რეპერები ჩავიწყე ადო შელაგინდა რამე ხერხი გვანიშნე შენ ხარ ცუდი ინსტრუმენტი როგორც გვამისყლე აქ ბიჭები ერთმანეთს აჯაოთ ფულის გულიზა სიმონ და ნიხუი ასიბე ნიხუ არა ეს შენ არაფერში ვაშიხარ კაცო აქ ბიჭები აჯაოთ ფულის გამო სიმონ ერთმანეთს და ნიხუი ასიბე პროექტის მოგებულს შეუძლინა მთელი ცხოვრება არაფერი მოიკლოს ისე რომ იცოდეთ ნახევარ ფინალში გამარჯვებულს შანსი ექნება პარიკმახერთან უფასო ვიზიტი მოიგოს bullshit bro და ყველას დიდი მადლობა საპორტისთვის მაგრამ მინდა ჰეითერებს რომ დაუბარო ვინმეს თუ რამე გინდათ მოდით თქვენი ნებით გამოჩნდით მინდა ყველა სული ტარაკანას გადაუარო და მე თქვენ გპირდებით რომ ვერასოდეს წახვალ ჯამთელი ჩემი ბეთლები ხო ამბოზების გაკვეთილია ჩემ ვერსებს რო გაიგებს თავს არ იყავს თქვენი გამზდელი რადგან ვარზე ამოწმებენ გამზდელს დაკეთილია ვარზე ამოწმებენ გამზდელს დაკეთილია კაი აქ დავასტოპებ აღარ მინდა მეტის ბაზარი თორე თუ გავუყვებით დასაჯმელი ბევრი არიან ისეთი ნიჭიერი დამიძახეთ დიდე ნაზარი პრაიმში შევედი და ვერ მაჩერებს კავალერია ისეთი თესლი რაუნდი უნდა ყოფილიყო დატოს უნდა დაეძახა ვა აბა შეხედეთ მირიანა რა მაგარია კაი ნუ დაიძაბე ჩემოადო ეს ხომ ბედია ხო იცი ჩემი ძმა ხარ მაგრამ ვერ გავიარ ხო აი გავლილი მაქვს ეს ტური ბიჭი თუ მიმემკითხა ადომიროს ბეძე რა მოხდა მაშინ მე უთხარი რომ ჩაუტარე ძველი წყლე ტური და ბოლოს დიჩი მადლობა ყველაფრისთვის ვაფშე ამ პროექტსაც და შენც მაგრამ რაღაცა უნდა ვიბაზრო და ეს არ მომიჭრა აქ ბევრი რაღაცის ბაზარს ვაპირებდი, მაგრამ ყლეზე დავიკიდე. დამავიწყდა კიდევაც, მაგრამ განა იმიტომ რომ დამავიწყდა. არა.
აქედან ებაზე. განა იმიტომ რომ დამავიწყდა. არა, უბრალოდ ბავშვებო დაიმახსოვრებთ. სხვა თუ ბოზია, თქვენც არ უნდა გაბოზდეთ. ხო და კატის სტორიში ნაკლები ყლეობები დაპოსტე. ამ ბიჭმა სულ რო ყლე გვიტრიალოს წინ, მაინც იტყვით რომ ასეთი სტილი აქვს. აი მალადეც, ესაა პროფესიონალური შეფასება. მომისვინე, მე ისეთი თავხედი ვარ, თუ მომინდა ვიზავკიდევაც. მაგრამ ეხლა რაღაცას აგიხსნი და შენ ნუ იწრიალებ. შეიძლება ეს ბეთლი წავაგო, მაგრამ შენ ყლე ხო გიტრიალე. წინა ბეთლზე ჟიური ჩემ ლაინებზე ხარხარებდა. მაგრამ იგივე ჟიურიმ რატომღაც მიწასთან გამასწორა. მე თქვი ჩემი დედა არ ვატირე, რას ვაკეთებ არასწორად. რატო წამოვიდა ჩემკენ ხოლო დაჯმა, თითქოს ბიჭებმა პორნოს პირველად უყურეთ და გათავის მერე შეგიფყროთ ბრაზმა. როგორც კი ამ ამბავს ეხები, თემა სხვაგან გადაგაქვთ. ბეთლის მერე კითხეთ და 13 წლის ბავშვებივით გეტყვიან რომ პორნო ნანახი არა აქვს. და ბოლოს დოკ თუ რამე გინდა დოკ თუ რამე გინდა, ყველას გვაინტერესებს როგორია ბიძე ჩემპიონი, თითქოს არ ამატერასო და სურვილი მაქვს მოუტყნა ემპიონი რაუნდი. მე ვიცი ვინც ხდება, მაგრამ აი, ქულები არის 57-78. მოდი ახლა მოვუსმინოთ ჟიურის რას ამბობენ და მე უკვე გავიაროთ ვინ მოიგო რა. დოკ, ერა პელე, მოდი პირველი პელე იყოს და მოდი პელე შენი და ერთი ხმაური პელეს. იო, შენი გავხსნი. იდოქში, ანუ შენ რაც გაქვს, ანუ entertainment პონტი არის, ვერთობით, ვღადაობთ, მაგრამ ბეთლისთვის საკმარისი არ არის უბრალოდ რა. შენ, ანუ ეხა ვაფშე ბოლო ბეთლებზე რაზეც ვიყავი რა, კონკრეტულად არ ეხება არავის, მაგრამ აუ ეს სქემები აღარ გააკეთოთ. იმიტომ რომ უკვე ყელში ამოვიდა, ან თუ აკეთებთ, ანუ აი ეს ფილმი თუ რაღაცა, უნდა ეხებოდეს იმ ტიპს რა, მისი საქციელი თუ რაღაცა რა. ხო, შენ delivery გაქვს ძალიან მაგარი, შენ როგორი პონტი გაქვს, იცი, საინტერესო რაღაცეები გაქვს, მაგრამ ვერ მოგაქვს ჩვენამდე, ისე რომ გავიგოთ რა. მე კი ვხვდები, მაგრამ მარტო მე არ ვარ რა. ხო და რო არ გავატრაკო ბევრი იდოქში, ადო რა. ეგ უნდა მეთქვა ვაფშე. არა, არა იყოს. დოკ. რაუნდს ხავ. ხო, არა კაცო. შენი რაუნდებიდან ყველაზე მეტად დამევასა პირველი რაუნდი და განსაკუთრებით პირველი რაუნდის ბოლო ნაწილი როგორც დაასრულე, ეგ იყო ძალიან მაგარი. მერე ნუ დავიწყებების გამო უფრო ისევ დამღლელი ახლა და ნუ დოკორია. შენთან ეხა რას გეტყვი რა? კარჩე, კარგ ფანჩებს წერ. და მოდი კონცენტრაცია მაგაზე გაკეთე, იმიტომ რომ მაგარია და უფრო მაგარი გამოვა. ანუ მართლა მაგარია და აი რასაც ღადაობ, აი ცოტა ფანჩები კიდე მოუმატე, იმიტომ რომ შეგიძლია, ანუ ძალიან ბევრი, ძალიან ხარისხიანი ბარი მოვისმინე და პროსტა მინდა რომ კიდე და კიდე მეტი მოვისმინო რა. ედი! იმით დავიწყებ, რომ წინა ბეთლზე რაც ვიბაზრეთ, რომ უკეთესი უნდა ყოფილიყავი დღეს, ჩემთვის ეს არ იყო უკეთესი ბეთლი რა. ჩემთვის იყო ეს შემოკლებული ვერსია იმ ბეთლის, რაც წინათ მოვისმინეთ. ის შენი პერფორმანსი და ის შენი რაღაც სიგიჟეები, რაც მომწონს, პელემაც წინათ ეგ გითხრა, რომ როგორღაც ცოტა უკეთესად უნდა მოიტანო მართლა ჩვენამდე. ეცადო, რომ უფრო მეტი აქცენტი გაუკეთო მაგალითად წერას და ეს რო გექნება, ანუ პანჩლაინები და ბარები რო გექნება, მე შეგიძლია ეგ რაღაც პერფორმანსით შეურიო და აი ის რაღაც თუ რაღაცას 1-6 ჯერ რო გაკეთდა რა. ანუ ეგეც ცალკე პიზდეცი პროცესია, რომ აი სახლში რომ მაგას იფიქრებ და მაგამდე მიდიხარ, ეგ ხო აქამდე არ გაუკეთებია არავის. და შენ როგორღაც მოგაფიქრდა, ანუ ეგ კრეატივიზმი გააქვს, რომ რაღაცები ახალი გამოაცხო რა და ეგ გამომცხვარი როგორღაც უფრო შელამაზებული ფორმით და რაღაც დესერტის სახით უნდა მოიტანო, რომ მე ჩვენ შევჭამოთ რა. შენ შეგიძლია კიდე უფრო მწარე და კიდე უფრო აზრობრივად დატვირთული ფანჩები გქონდეს. და ფიქრობ, რომ ეგ აუცილებელი იქნება ფინალში გასამარჯვებლად. იმიტომ რომ ყოველთვის ერთად შენი წინა ბეთლი და ეს ბეთლი თითქმის ერთი და იგივე იყო. მაგრამ რაღაცა ის წინ ნახტომი არის რა. თუ მოახერხებ იმას, რომ დაჯდე და ერთი რაღაც სქემის გარშემო ან ერთი
კონკრეტული თემის გარშემო უფრო მეტი ბარი იყოს და აი პელეს ქმის არ იყოს წინა ბეთლშიც მაგალითად თქვენ ბეთლში არა ამის წინა ბეთლიც იყო მანდაც ეგეთი რაღაცები ჩითება რომ თუ აკეთებ რეფერენს ფილმის და ეგ ფილმის სახელი არანაირად არ ჯდება ამაში ან იმ სახელს ორმაგი მნიშვნელობა არ აქვს და უბრალოდ სახელს იყენებ მაშინ გამოდის რომ პროსტა წერა არა და რითმის გამოაკეთება ამას და მარტო რითმით არ ხდება ბეთლის მოგება რა წარმატებები და მე დიახ ნახავ კიდე უფრო როგორღაც დახვეწილ ვერსიას რა მადლობა ედი ერთი ხმაური ედისთვის და ამჟამად ჟიურის ხმაური ანუ შენ გეტყვი რომ ანუ რა იცი ძალიან მაგარი ხარ პროსტა ქუთაის ბოლომდე არ აწურინებ რა აი თუმდაც აი რო გძარცვავენ რომ მაგაზე ქუთაისურად მაგარი აი იტოქში ქუთაისელი რო ვიყო ბელს ვერავინ ვერ მომიგებს ვაფშე ცხოვრებაში ფინალში გავაწურინებ მაგრამ 57-78 ფინალში გადადის ადო მოიცა არ დაიშალოთ და ჩვენ ახლა გვექნება ფეისოფი ადო versus ვეკილი ფინალში იო მოიცა ეს მხოლოდ ერთადერთი ფეისოფი არ არის წარმატებები ძმებო ფინალში შევხვდებით ერთმანეთს 31 მაისს მეორე ფეისოფი გოგოები თუ შეიძლება პირველად საქართველოში გოგოების ბეთლი იო გელოდებით 31 მაისს Raymond Rutzis მეორე სეზონის ფინალზე ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი